რა თქმა უნდა, თქვენს გეგმებზე და გეგმილა მიმდინარე აქციებზე მინდა რომ მოგცეთ საშუალება საზოგადოებას აუხსნათ, მიმართოთ მისი აუცილებლობა, მაგრამ ამ აუცილებლობის ნაწილია ის, რაც ყოველდღე ხდება, ემატება ერთი მეორეს, უკვე რთული ხდება ყველაფერს მიადევნო თვალი. იმდენი ერთი შეხედვით კი არა და ბევრი შეხედვითაც არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღება კანონების და უკვე მისი აღსრულების დონეზეც. რისი ნიშანია ეს თქვენი აზრით სისტემასთან მიმართებაში? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს, რა თქმა უნდა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. თემა არის, ეს არ არის ნამდვილად სახუმარო თემა, ეს სერიოზული თემაა, იმიტომ რომ ამის უკან დგას ადამიანის და ადამიანების ბედი, რომელსაც აპატიმრებენ და ჩვენ საინფორმაციო საუკუნეში ვცხოვრობთ, თითოეული წამი, თითოეული დღე გატარებული საპატიმროში ეს არის პრობლემური, ეს არ არის ის ძველი დრო, როცა რაღაც დრო უფრო ნელა მიდიოდა და მაინც სხვანაირი განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში ეს არის აუნაზღაურებელი და დანაკლის ყველა გაგება. დიახ, დისკომფორტზე აღარ მაქვს საუბარი და ეს ადამიანების ბედზე მოქმედებს და ადამიანების რთგუნავს, ეს არის ძალიან სტრესული ინსტრუმენტები, რომელსაც ისინი იყენებენ, რომელიც შეიძლება ჯერ გამოყენებული იქნას როგორც ფინანსური ინსტრუმენტი და შემდეგ უკვე საპატიმრო და შორს არ არის, როცა შორს არ არის კი არა, აგერ ჩვენ ვხედავთ 50-60-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს, რომელიც აბსურდული ბრალდებით არიან დაკავებული, აბსოლუტურად ცრუ მოწმეებზე აგებულ ბრალდებებზეა მათი ის განაჩენები, რომლებიც დადგება დაყრდნობილი. ნუ სასამართლოდ შესაბამისი გვაქვს. ამიტომ ეს არ არის სახუმარო თემა. აქ უბრალოდ მასშტაბებზეა საუბარი, კიდევ უფრო გამარტივდა, ანუ გაიზარდა მასშტაბები, აღარა საჭირო რომ ვინმე ნარკოტიკი ჩაგიდოთ, აღარა საჭირო რაღაც გაატრიალების მცდელობა ან რაღაც ფიზიკური დაზიანების ფაქტი დაადგინოს, უფრო გამარტივდა, ხო, სოციალური ქსელი, ყველა ადამიანს აქვს ცდუნება, რომ სოციალურ ქსელში თავისუფლება მისცეს, რომ უფრო თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი და ამისთვის თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში. თუმცა არა მხოლოდ ეს დღეს დინარაძემ რაც განაცხადა, ეხლა ყველა ნიუანსი არ ვიცი, მაგრამ ის რაც მან თქვა და განაცხადა ფინანსურ ზარალთან დაკავშირებით, რომ როგორც აპირებენ კანონმდებლობა რა ინიციატივაც დააყენეს, ჩვენ ბრუნდებით მონათლობელურ ეპოქაში, როცა ოჯახის წევრზე და ახლო ვალდებულების გამო შეიძლება მონობაში ვალდებულების ანაზღაურება, ეს სრულიად წარმოუდგენელი. გაეყიდეთ ვალდებულებთან წარმოიდგინეთ, ვალდებულება არ ფთარდება არასდროს არც ერთ შემთხვევაში და ეს ვალდებულება გადაეცემა, ესე რომ ვთქვათ, მემკვიდრეობით. ხო, წარმოიდგინეთ ხა ესეთი ბიზნესმა ამას მაინც განსაკუთრებით უნდა მიექციოს ყურადღება ისეთი ტიპის პრეცედენტებზე არის საუბარი შექმნაზე. სრულიად რევს ეს იმ სამართლებრივ სისტემას, რომელიც თუნდაც აქამდე იყო. თუმცა მკაფიოდ არა დაზარებული შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს, ანუ ფორმულირება მიიღოს ნებისმიერ როგორც პროკურატურის გადაწყვეტილებით იქნება ეს. კი, და თან იდაოს ბოლომდე და თან წარმოიდგინეთ ხა რაზეა საუბარი, ხო? დამსვენების ინსტიტუტი ამუშავებულია, ხო, ახლა რასაც ლაშს როგორც იყენებენ და თავის დროზე გებუაძე როგორც გამოიყენეს, ანუ ესეთი პირები გამოჩნდება საზოგადოებაში, ახლა ჩვენ ეს ოჯახებს ვიცნობთ, რომელიც აგერ როგორც კი ბოლშევიზმი შემოვიდა საქართველოში, იმის მერე ბევრი ოჯახი გახდა წარმატებული მხოლოდ იმიტომ, რომ ბაბუაშვილი და შვილიშვილი დამსვენებად მუშაობდნენ სხვა სპეცსამსახურებში, ხო? ეს იგივე ინსტიტუტი აღდგება და არავინ არ იქნება დაზღვეული, რომ ვიღაცას კარგი მანქანა ეყოლება, ვიღაცის ქონება არ მოეწონება მეზობელს, ვიღაცას რა ვიცი, სახლი მოეწონება სპეციფიურად და ეს იქნება სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები, როცა ადამიანები, რომლებიც ამ თაღლითურ სქემაში ჩაჯდებიან, სადაც რაღაც მართველ ელიტასთან დაახლოებული პირები მიიღებენ სარგებელს და ამ ტიპის სარგებელი ადამიანის სიხარბისთან ერთად ძალიან რთულ პერიოდს მოიყვანს. ბატონო, ეს რო ასე არ მოხდეს, ამისთვის აუცილებელია ცვლილებები. ამ ცვლილებების პოლიტიკურ შემადგენელში პოლიტიკური პარტიების ერთობლივი სტრატეგია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ, როცა პარტიულ სტრატეგიებსა და პოლიტიკაზე უფრო მეტად ან არანაკლებად ფასობდეს საზოგადოებრივი სამოქალაქო აქტივობა. ამის მაგალითია კიდეც რუსთაველზე ეს უწყვეტი აქციები და ის როლი, რასაც მათ შორის თქვენი ორგანიზაცია, თქვენი პარტნიორები თამაშობენ. გითხარით ბოლო აქტივობების და მათ შორის 15-სა და 16-ში დაგეგმილ აქციებს. ხო, რა თქმა უნდა, არ მინდა ხა საყიდურებით დავიწყო პოლიტიკური პარტიების მიმართ, მაგრამ კარგი იქნება თუ ისინი თავის როლს რაც შეიძლება სწრაფად იპოვნიან. იმიტომ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობა არ არის სისტემა, რომელიც წაადგება რეჟიმის დემონტაჟს. აქ სულ სხვა ტიპის გეგმებზე უნდა იყოს საუბარი და კარგია თუ ამ გეგმებზე ისინი იმუშავებენ. მინიმუმ
ამ ტიპის აქტივობებით ისინი საინფორმაციო სივრცეში, რომელიც მათ ეკუთვნიდა აქვთ კიდევაც, არ შემოიტანენ ისეთ თემებს, რომელიც ყურადღებას წაიღებს მოსახლეობის. და ეხლა მივდივარ მთავარ თემაზე. ჩვენ ეხლა გვაქვს მსვლელობები უბნებში, სხვადასხვა უბნებში შევდივართ, მათ შორის უკვე ვიყავით დიღმის მასივში, შემოვიარეთ 4 კვარტალი, პლუს ვიყავით იმედთან და გქონდა პროტესტი. დღეს იყო სანზონა, ბევრ კორპუსშიც კი შევედით, ანუ ეზოებში შევდივართ. იქნება კიდევ 2 მარში, იქნება ვარგეთილის მარში და იქნება საბურთალოს მარში. აქ არ არის მრავალი სხვა მსვლელობებზე საუბარი, აქ არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მსვლელობის დროს შესახილებს იყენებს, მაგრამ ჩერდება ამა თუ იმ ადგილას და რაღაცნაირად საინფორმაციო კომუნიკაციას აწარმოებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. უკავშირი როგორია ეს არის საინტერესო. ხო, უკავშირი ესე ჩავთვალოთ 90% არის ძალიან დადებითი უკავშირი. ანუ ადამიანების ნაწილი ძალიან აქტუალებულია და ძალიან თბილად ხვდებიან, იმიტომ რომ მათთან მივედით უბანში და ის შეძახილები, რომელიც მათ ტელევიზორიდან ესმით და მათთვის ცოტა ტელევიზია ცოტა აუცხოებს ამას, თითქოს სადღაც სხვაგან ხდება და არ ხდება თბილისში, იმიტომ რომ ბევრს არ აქვს საშუალება რაღაცა თვითონ მიიღოს მონაწილეობა ფიზიკურად თუ ოჯახური მდგომარეობის გამო და ასაკის გამო თუ ავადმყოფობის. კან ჯარიმების შეშის გამო. თუნდაც ობიექტურად თუნდაც ეგრე. არ არის პატარა საკითხი. ეს მნიშვნელოვანია, არის ადამიანთა ნაწილი, რომელიც თავის პრობლემებში ისეა ჩაკეტილი, რომ მათ გამოფხიზლება ჭირდებათ, ანუ სერვისი უნდა შესთავაზო, იქით უნდა მიუტანო ამბავი და ამბავი არა ის, რომ ვიღუპებით, ხო, ნუ გასაგებია, რომ პრობლემებია, არამედ გამოსავალით უნდა დავიწყოთ ეს საუბარი და ეს მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი мотиваცია მოხდეს. და არის, რა თქმა უნდა, 10% დღეს ახლა ამდენიმე ინციდენტი მქონდა, ამ ინციდენტის ძირითადი მონაწილე რატომღაც არის სოციალურად გაჭირვებული ადამიანები, ძირითადად მეტადონში, ეგრეთ წოდებული მეტადონშიკები, რომელიც რაღაც უბანში ხმაურის გამო აღშფოთებულები არიან, რაღაცა აი პოლიტიკურად უბნის სიმყუდროვე დაურღვიეთ? უბნის სიმყუდროვე და პოლიტიკურად არასწორი პოლიტიკური გემოვნება გაგვაჩნია, მათ თურმე გემოვნებაც აქვთ პოლიტიკური, მათ იციან რომ ოცნება კარგია, მათ იციან რომ რუსეთი არის მშვიდობა და საინტერესოა ეს ზამპალიტურ მუშაობებს ვინ ახორციელებს მათთან, მაგრამ ესეთი ტიპები არიან, ხო? თუმცა კიდევ ერთხელ ახლა ჩვენ ჩვეულებრივი ქართველები ვართ და ესე არ არის რომ ვინმეს თავი დავაჩაგვრინოთ. ახლა რა თქმა უნდა სამწუხარო ინციდენტი იყო, როცა მიპარვით მეტროში რამდენიმე სტუდენტ გოგონას ანუ მოასწრო მიპარვა ერთ-ერთმა ტიტუშკამ, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველას პასუხი გაეცემა და ჩვენ ინდის ძალა შევწევს რომ პასუხი გავცეთ. რა თქმა უნდა დღეს პოლიციაც იყო როგორც ყოველთვის და ისინი მეტნაკლებად თავის მოვალეობას ასრულებდნენ. კარგი იქნება რომ თუ უკეთესად გაწვრთნიან და უფრო კარგად შეასრულებენ თავის მოვალეობას, ესე ვთქვათ, ისინი შვამავლები არ არიან. როცა მიტინგი მიდის და არაფერი არ ირღვევა და ხდება მხოლოდ აზრის გამოხატვა, მათ უნდა მოახერხონ, რომ ესეთი სიტუაციები არ შეიქმნას და კონფლიქტი ძირშივე იქნას აღმოფხრილი. რაც შეეხება 15-ის და 16-ის აქციას. ხო, რაც თავარია, ეს ყველაფერი ემსახურება და ესეთი რაღაც ეს გაგრძელდება, მაგრამ აი ახლა კონკრეტულად ეს 4 მარში ემსახურება იმას, რომ 15-ში უნდა შევიკრიბოთ, ეს არის პროტესტის მე-200 დღე. ძალიან მნიშვნელოვანია, სიმბოლურია იმ ადამიანების წინაშედაც სიმბოლური იქნება იმ ადამიანების განსახიერებლადაც, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ ციხეში ზიან. ვიყრიბებით მთავრობის კანცელარიასთან, ჩვენ არ გვინდა ეს გატკეპნილი, ასე ვთქვათ, პარლამენტის წინ რაღაც ვიაქტიუროთ, ანუ კანცელარია არის, იქ არის ბოროტების, ესე ვთქვათ, ბუნაგი, იქ არის მთავრობა, რომელიც ახორციელებს ამ ყველაფერს, არალეგიტიმური მთავრობა, ანუ უბრალოდ მოდი ასე ვთქვათ, იქ უზურპირებული აქვს ხელისუფლება რაღაც არალეგიტიმურ ტიპებს, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ვიყოფილიოთ მთავრობა, რომელიც საქართველოს პრობლემას მოაგვარებს რა. და ამიტომ ეხლა ძალიან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავანთავისუფლოთ ის სივრცე იმისთვის, რომ ის ადგილი დაიკავოს არჩეული პარლამენტის მიერ დასახელებულმა ლეგიტიმურმა მთავრობამ. არალეგიტიმური მთავრობის და პირების ადგილი კანცელარიაში არ არის. ჩვენ 15-ში ამ ყველაფერს მათ ვეტყვით, ძლავრათაც, ძლიერათაც, 16-ში გაგრძელდება, 16-ში უკვე მთავრობის წევრებსაც გვინდა იგივე უთხრათ, ეხლა რა ფორმატ და როგორ ვეტყვით ეს, მოდი დავტოვოთ 15-ში და 16-ში, რა და როგორ მოხდება ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია, უნდა ვიყოთ ერთად. თუ ერთად ვიქნებით, თუ გვექნება მობილიზება, თუ ეს 4 დღე ამ მობილიზაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ჩვენი პროტესტი იქნება გაცილებით ხმამაღალი და კიდევ ერთხელ ჩვენ არ ყავს ეხლა
საქართველოში ბოლშევიკები რაღაცა მაუზერები და იდეოლოგიის და თავისი პრინციპების გამო ესე ვთქვათ ჯიბიდან რო ისროდნენ. ჩვენ ყავს ჩვეულებრივი ნახევრად საქმოსანი ცეხავიკი ტიპების მიერ შერჩეული პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაცა სისტემის დაულაგებლობის გამო, დემოკრატიაში ხარვეზების გამო ახერხებენ ამ ინერციით ძალაუფლების შენარჩუნებას და აქვე მოდი ჩაურთავდა შეჯამების საშუალებას, მოკლედ თუმცა ისინი ეყრდნობიან პაგონებიან ადამიანებს, ხო? თქვენს ძველ კოლეგებს იმდენად არა, იმიტომ რომ თქვენ სამხედრო იყავით, მაგრამ მაინც ამ ძალოვანი სისტემის წარმომადგენლებს, სადაც რაღაც გარკვეული რყევები არის აშკარად, მართალია შიდა გადაადგილებების დონეზე ამ ეტაპზე, თუმცა იგივე ყველაზე უფრო დაუნდობელი და სასტიკი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ქართველი ახალგაზრდების და არა მარტო მიმართ ქალების, მოზარდების, ახალგაზრდების მიმართ ასეთ უდიერ კი არა და სასტიკ მოპყრობაში, რომელიც საერთოდ წარმოუდგენელი იყო ბევრი ჩვენგანისთვის, ამ ადამიანებს თითქოს გამოეცალათ რაღაცა ნიადაგი. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ჩანაცვლება ვერ მოხდება, თუ ისი ნიშნებია, იგივე ხარაზიშვილის სისტემიდან ფაქტობრივად გაშვება, ეს რა შედეგებს მოიტანს, მათ შორის აქციის მონაწილეებმაც რო იცოდნენ. მოდის დავიწყოთ 1000 ქართველს ყოველთვის შეეძლო ეცემათ 10000 ყიზილბაში. ოღონდ ორგანიზებულ 1000 ქართველს. საბჭოთა სისტემაშიც კი საბჭოთა არმიაში, სადაც მიმსახურია, იყო ხოლმე ორ ქართველს მთელი ასეული, ანუ მთელი ბატალიონი ეჭირათ ხელში ხა. ვინც ჩემი ასაკისა, ანუ უფროსი მათ ახსოვთ ეს, ეხლა განსაკუთრებით უკაცრავად ამ სიტყვას გამო დაჩმორებულ სიტუაციაში თუ არ იყვნენ, როგორც წესი 2-3 ქართველი საკმარისი იყო 50-60-100 რუსის დასაჩაგრავად და ეს ესე იყო, იმიტომ რომ ქართველს ჰქონდა იმის როგორც მინიმუმ თვითონ არ ყოფილიყო დაჩაგრული ეს. ხო, კი, მაგრამ როგორც კი შენ არ ხარ დაჩაგრული, მე უკვე შეგიძლია, ანუ შენ ფაქტობრივად ვიხმარო სიტყვა დომინირებისთვის, მათზე დომინირებისთვის. კი ბატონო, ის ხო რეალობა და ეს რეალობა დღესაც არის, როგორ შეიძლება რუსების შერჩეულმა მარიონეტებმა აჯობონ ქართველებს, ხო? ეს არიან ჯერტი წარმოგიდგენთ, ამ დავანტყოფურად უნდა გქონდეს ტვინი მოწყობილი, რომ ვიღაცის სამსახურში ჩადგე და იმ ვიღაცას რო ასიამოვნო, ამის გამო იღწოდე და შენი ეს გვარი, სახელი, ისტორია, შენი შვილების ესე ვთქვათ, მომავალი დააყენო ეჭქვეშ, ხოლოდ იმ რაღაცა წამიერი სისუსტის გამო, რაღაცა ფსევდო ძალაუფლების გამო, ხო? ავანტყოფია ფაქტურად ეს ავანტყოფების ხელისუფლება გვყავს. ეხლა რაც შეეხება რეალობას, ის ციფრი რაც ჩვენს წინამდე ესე ვთქვათ შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ არის გარკვეული შეზღუდული ციფრი და რიცხვი და ამ რიცხვის იქით ეზალონები ვერ გავლენ, ვერ გაიზრდება, ამას წლები ჭირდება, ამას ვერ მოახერხებენ, თან ფულის გადახდა ოცნებას არ უყარს. რასაც ოცნება იხდის, იმით შეიძლება სადღაც ქართლის მიყურებულ სოფლებში სამწუხაროდ ეს მაგალითი ქონდა, აიყვანონ უსაქმურები, რომლებსაც მხოლოდ ქურთუკი ჩააცვან და დროებით პოლიციის სამსახურში ჩააყენონ, ისე რომ თვითონაც იცოდნენ, რომ მხოლოდ რაოდენობისთვის აკეთებენ ამას და მათი მარგიქმედების კოეფიციენტი პირველ-მეორე დღესვე ნულდება. რაც შეეხება დანარჩენებს, ანუ ის, რომელიც მართლაც ორგანიზებული ძალა არის. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ბევრი და თუ ჩვენ ბევრი ვიქნებით, ისინი არა იმიტომ, რომ შეეშინდებათ, უბრალოდ არ მოინდომებენ, რომ ძალა გამოიყენონ. უბრალოდ თუ თქვენ როცა ისინი დაიძრებიან 1000 კაცს პირობითად ავიღოთ 1000 კაცი და 10000 კაცი გაიქცევით, უბრალოდ თამოყარების საქმე ისინი არ გაჩერდებიან. მაგრამ როცა თქვენ აჩვენეთ მათო ეს ჩვენ ვართ და წარმოადგენთ ქართული ხალხის ნებას და ჩვენ ვდგავართ აქ და სხვანაირად არ ძალგვით და უკან არ დავიხებთ, ხო? ისინი თავს არ შეგვაკლავენ, ისინი ჩვეულებრივი ქართველები არიან. უბრალოდ ამ ინერციისგან ჩვენ ისინიც გამოსახსნელი გვყავს. ისე როგორც პოლიცია, თავის მილიცია, უბრალოდ საბჭოთა მილიცია ქართული დადგა ხალხის მხარეს, ეს პრეცედენტი ხდება ხოლმე, ეს ესია ხოლმე 2003 წელსაც პოლიციაც ხალხის მხარეს გადავიდა, ისე როგორც ჯარი გადავიდა ხალხის მხარეს. და ეს ყველაფერი კონსტიტუციის და ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანის დასაცავად თავისთავად. დიახ, რა თქმა უნდა.